გამართული იყოს ის ვერ იმუშავებს თუ მას სპეციფიური საწვავი არ ექნა. ეს საწვავი არის საზოგადოებრივი ზნეობა, სამოქალაქო ღირსება. არის თუ არა სამოქალაქო ღირსების საკითხი ის, რომ ვიცოდეთ რეალურად რა მოხდა 2005 წლის 3 თებერვალს. წარმოგიდგენთ გადაცემის სტუმარს, ზურაბ ჟვანიას მეუღლეს, ქალბატონ ნინო ქადაგიძე ჟვანიას. ქალბატონ ნინო, მოგესალმებით. დიდი მადლობა სტუდიაში მობრძანებისთვის. მე მესმის ვარ ახალ სტუდიაში მიწევს სტუმრობა. თქვენ ადასტურებთ იმას, რომ ცირე თანხებითაც შეიძლება დიდი საქმეების კეთება. დიდი მადლობა. თავარია სიმართლე და პროფესიონალიზმი. გრძელად თავარია სიმართლე. რა თქმა უნდა, საზოგადოებას აინტერესებს იცოდეს სიმართლე ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებაზე. რა სიტყვის ნინო ქადაგიძე 4 წლის შემდეგ. გაქვთ თუ არა ახალი ინფორმაცია, რა ახალი დეტალები ჩდება გამოძიებაში? ძალიან ბევრი ვიფიქრე, სანამ მოვდიოდი და რაღაცნაირად მთელი ამ 4 წლის განმავლობაში სულ მიწევს ძალიან კონკრეტულ დეტალებზე ლაპარაკი და ვფიქრობ, რომ ამჯერად უფრო ლოგიკური იქნება, რაღაცნაირად შევაჯამო ეს და რაღაც უფრო ანალიზის სახე მივცე და ესე იგი, პირველ რიგში რა მოხდა? ფაქტია ეს, რომ გამოძიება არ ჩატარდა პრაქტიკულად. ამას მეტყველებს უპირველეს ყოვლისა ის, რომ ამ ამბის ორი მთავარი მოწმე დაცვის წევრები არ იყვნენ დაკავებულები, არ მოხდა მათი ჯვარედინი დაკითხვა, არ მოხდა იმის შემოწმება. მართალს ამბობდნენ ისინი თუ არა, ეს იყო პირველი, რაც უნდა გაკეთებულიყო. არამედ პირიქით მიეცათ მათ სრული თავისუფლება, სრული შეღწევადობა ზურას ყველა კაბინეტში, ყველა სეიფთან მათთვის იყო გახსნილი გზა. მეორე არის ის, რომ ჩვენი არაპროფესიონალების ოჯახის წევრების ესეთმა გამოძიებამაც კი აჩვენა, რომ თითოეულ დეტალზე, თითოეულ გამოძიების თითოეულ ნაბიჯზე არის შეკითხვა, არის საპასუხო შეკითხვების ზღვა და რომ ეს გამოძიება არანაირ მოთხოვნებს არ აკმაყოფილებს. მესამე გახლავთ ის, რომ ჩვენი ოჯახის სრულიად სამართლიანი მოთხოვნა, რომ ჩატარებულიყო დამოუკიდებელი გამოძიება, რაშიც ვერავინ ვერ შეგვედავება ამის უფლებაში. არანაირად არ იქნა დაკმაყოფილებული მიუხედავად მრავალგზის ჩვენი ცდილობისა. აი, რა ლოგიკური დასკვნა შეიძლება გააკეთო ყველაფერი ამის შემდგომ. და კიდევ ერთი რაც ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ ის, რომ ამ ამბის შემდგომ საქართველოს შეცვალა თავისი განვითარების მიმართულება და არანაირად არ ვთვლი, რომ დღეს არსებული ხელისუფლება არის იმ პოლიტიკური ხედვის, იმ ღირებულებების მატარებელი და გამტარებელი, რასაც ზურა ატარებდა. ქალბატონ ნინო, 2 წლის წინ თუ 3 წლის წინ ოჯახმა მიიღო დაპირება, რომ გამოძიების პროცესში ჩაერთებოდნენ ევროკავშირის ჩაერთებოდა, ექსპერტები ჩაერთებოდნენ. თქვენ ეს დაპირება მიიღეთ თუ არ ვცდები უშუალოდ საქართველოს პრეზიდენტისგან, ხომ არ გიცდიათ, რომ შეგეხსენებინათ მისთვის დანაპირები? ჩვენ შევეცადეთ მრავალგზის სადეთ ეს, მაგრამ თვითონ მოთხოვნას კი, რომელიც სახელმწიფომ გამოხატა სხვადასხვა ქვეყნებს მიმართეს, ხელმოწერილი იყო პროკურორის მოადგილის მიერ. ანუ აი პირველმა პირებმა ხელიც კი არ მოაწერეს ამ მოთხოვნაზე. ეს უკვე ძირში გულისხმობდა იმას, რომ ამაზე მათი რეალური სურვილის გამომხატველი ეს არ იყო და ამას არ მოყვებოდა შესაბამისი რეაქცია. ძალიან მიჭირს ლაპარაკი, იმიტომ რომ კადრებში სულ ზურას ხედავ და ძალიან მესმის, რომ თემა, რომელზეც ჩვენ მოგვიწევს საუბარი არის ძალიან მძიმე თქვენთვის, მაგრამ ალბათ თქვენი სტუმრობაც უნდა მივიჩნოთ იმის დასტურად, რომ მზად ხართ, მეც მიჭირს საუბარი, როგორც ხედავთ, ისაუბროთ ამაზე. ქალბატონო ნინო, გარდა ამისა, მინდოდა მეკითხა, რაც ნიშნავს თქვენთვის ის ფაქტი, რომ პროკურატურა მიუხედავად პირველივე დღეს გაცხადებული ვერსიისა დღემდე არ ხურავს ამ საქმეს. და თქვენ თვითონ რა შეკითხვები გაქვთ გამოძიებასთან? ეს ალბათ იმას ნიშნავს, რომ თვითონ საქმეში არის იმდენად შეუსაბამობები, იმდენი შეკითხვები, იმდენი გაურკვევლობები, რომ ამის გამომძიურება და ამის საჯაროდ გამოტანა არ არის მათთვის ხელსაყრელი, რომ ეს კიდევ
დამატებით მე თავად პირველივე დღეს, როდესაც ეს ტრაგიკული ამბავი მოხდა, მქონდა სანდო წყაროებისგან ინფორმაცია, რომ ოთახში, სადაც თქვენი მეუღლის ცხედარი იპოვეს, არ იყო კამათლები და არ იყო სიგარეტის ნამწვავები, რაც მოგვიანებით გაჩნდა, ისევე როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გადაღებულ ფოტოებზე, ასევე გამოძიებაში. აი თქვენ თავად კიდევ რა ასეთი ტიპის შეუსაბამობებს ხედავთ, რაც თქვენი ეჭვის საფუძველს აჩენს, თქვენ საუბრობდით ფანჯრებთან დაკავშირებით ასე. ნუ აი ყველა დეტალზე არ მართლა ამის რამდენად უნდა მივყვე ამას ყველაფერს და კიდევ ერთხელ რამდენად საჭიროა ამის გამეორება, იმიტომ რომ 4 წელი სულ ამაზე გვიწევს ლაპარაკი. დაწყებული იქიდან რომ ფანჯრები არ იკეტებოდა რეალურად, ესე იგი ის რომ ვაკუუმური სიტუაცია იყო, რაშიც გაიზომა მერე ჰაერის შემადგენლობა თავიდანვე არ იყო დაცული. ქალბატონ ნინო, თქვენ ვძანებთ, რომ 4 წელია ოჯახი საუბრობს ერთსა და იმავეზე, საუბრობთ თქვენ ერთსა და იმავეზე. 4 წელია ისმის კითხვები გამოძიების მისამართით. 4 წელია პრესაც გამოთქვამს ეჭვსა და ვარაუდს. ხან არის საუბარი რუსულ კვალზე, ხან არის საუბარი ამერიკულ კვალზე. შეგახსენებთ ირაკლი კაკაბაძის სკანდალურ განცხადებასაც, რომ ზურაბ ჟვანიას ქონდა საკმაოდ ესეთი მწვავე დაპირისპირება თემურ ალასანიასთან, გუდის სისტემა წამოიჭრა, იყო საუბარი იმაზე, რომ იარაღით ვაჭრობას დაუპირისპირდა ზურაბ ჟვანია. ძალიან ბევრი უცნაური და საეჭვო თემები ჩნდება ბატონ ზურაბთან მიმართებაში. თქვენ თავად რას ძალიან ბევრი ვერსია და სადამდე მიყავთ ამ მსჯელობას? ვერსია, რომელსაც თვლი რომ ეს არის ჭეშმარიტება და მივემხრობი რომელიმე ვერსიას. ფაქტია ის არის, რომ ზურა განსაზღვრავდა ძალიან ბევრ ამას. ეწინააღმდეგებოდა ძალიან ბევრი რამის ცდილობას. თუ დააკონკრეტებთ ქალბატონინო, თუ მიცემთ თავს ამის უფლებას, რომ დღეს საჯაროდ ისაუბროთ, რას ეწინააღმდეგებოდა კონკრეტულად ზურაბ ჟვანია? რა პროცესები უძღვოდა? ძალიან მიჭირს მართლა ამაზე ლაპარაკი, იმიტომ რომ თქვენ საგაზეთო ინტერვიუში ახსენეთ, რომ 2005 წლის იანვარში ზურაბი ოჯახით აპირებდა დაეტოვებინა ქვეყანა. რატომ? რა ხდებოდა ესეთი 2005 წლის დასაწყისში, რომ ზურაბ ჟვანია, ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი ქართულ პოლიტიკაში, აპირებდა საქართველოს დატოვებას? ის ხდებოდა, რომ ის რითაც ის მოვიდა პოლიტიკაში, მუდმივ წინააღმდეგობას აწყდებოდა. ეს იყო ძალიან რთული წელიწადი მისთვის, რომ გახსოვთ აჭარის მოვლენები, მე გახსოვთ ცხინვალის მოვლენები და გარდა ამისა, სწორედ 3 თებერვლის წინ დაიწყო ეს პრივატიზაციის პროცესი და როგორც ჩანს, აქაც ძალიან ბევრი პრობლემატური საკითხი იყო. ბოლო 1-2 თვის განმავლობაში ზურა ძალიან დაძაბული იყო და ასე ჩვენთან სახში ეკავდნენ, ამბობდნენ, რომ რაღაც საშიშროება ელოდება მას და ჩვენ რაღაცნაირად ვინ რეკავდა ქალბატონინო? ვერ სამოსვით იყო ესეთი ზარი. აფრთხილებდნენ, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე. აფრთხილებდნენ და ზურა ამბობდა, რომ რას ლაპარაკობს, რა შეიძლება მოხდეს. უცნაურია ქალბატონინო, ადამიანი, რომელიც იყო რეალ პოლიტიკის მომხრე, ადამიანი, რომელიც ყოველთვის მუდმივად გრძნობდა ხოლმე საფრთხეს, რომელიც წინაშე შეიძლება აღმოჩენილიყო ქვეყანა. თავად რატომ ვერ დაინახა ეს საფრთხე? რა გამორჩა მას?